საქართველოში ყველა რეგიონი თავისი უნიკალური სილამაზის მატარებელია. ბოლო წლებში ეს კუთხე სულ უფრო ხშირად ხდება მოგზაურთა მარშრუტებში, რასაც არაერთი მიზეზი განაპირობებს. როგორიც არის ხმელიძეების მარანში ჩატარებული ფოლკლორის ყოველწლიური ფესტივალი, ულამაზესი ბუნება და ქართული ღვინო. ვაზს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებაში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს. საქართველოში რთველი შემოდგომის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ლეჩხუმში ვიზიტის მიზეზიც სწორედ ეს გახლავთ. დავიწყოთ ღვინის დეგუსტაციით. ქართული სუფრა, როგორც ღვინის გარეშეა წარმოუდგენელი, ასევე ფოლკლორის გარეშეც. ასე რომ დაინტერესება არის კომპლექსური. რაც შეეხება ფესტივალს, უკვე მესამე წელიწადია, რაც ჩვენ ამას ვაორგანიზებთ. ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ქვეშ აღებული ვალდებულება არის ლეჩხუმისთვის. ვცდილობთ, რომ კიდევ ერთი ლამაზი დღე ვაჩუქოთ ლეჩხუმს და ხელი შევუწყოთ ლეჩხუმის პოპულარიზაციას და სოფელ ქონაში ცნობადობის ამაღლებას. ტურიზმის ამბავში, რა თქმა უნდა, ეს არის წარმმართველი, მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ქართული ღვინო შესანიშნავია, არქიტექტურა შესანიშნავია, ბუნება არაჩვეულებრივი გაქვს, მაგრამ ამის გვირგვინი, რა თქმა უნდა, არის ქართული ხალხური სიმღერა. უცხოელების დაინტერესება არის უზარმაზარი, მაგალითად ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, ჰოლანდია, გერმანია, საფრანგეთი, აი ყველგან იმდენად პოპულარულია ქართული ხალხური სიმღერა. რეგიონისთვის, სადაც მეღვინეობა და ფოლკლორი საუკუნეების განმავლობაში ყოველდღიურობის ნაწილია, კულტურული ღონისძიებები დღეს ეკონომიკური შესაძლებლობების წყაროდ იქცა. იზრდება მოთხოვნა განთავსების ობიექტებზე, ტრანსპორტსა და ადგილობრივ პროდუქტებზე, რასაც თან ინფრასტრუქტურის განვითარებაც ერთვის. თუმცა ადგილობრივების შეფასებით, ლეჩხუმის ტურისტული პოტენციალი ჯერ კიდევ აუცვისებელია. ლეჩხუმის ტურიზმის განვითარებაზე ძალიან დიდი პოტენციალია. შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ დაწყებულიც არ არის ამ პოტენციალის ათვისება და გამოყენება. ძირითადად ჩვენი ვიზიტორები არიან ევროპიდან, გერმანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ებრაელებიც, ასე ვთქვათ, დიდი ინტერესს გამოიჩენენ. ყველაზე აქტიური მაინც ზაფხული რჩება, ივლისი, აგვისტო, სექტემბრის დასაწყისი, მაგრამ შემოდგომასაც თავის ხიბლი აქვს და ამ მრავალფეროვნების და ფერების სანახავად ვიზიტორებიც ხშირად დადიან. It is very interesting place for me. ჩემთვის ეს ადგილი ძალიან საინტერესოა. ემოციურია იმ ბგერების მოსმენა, რასაც ქართული ფოლკლორი აერთიანებს. ქორენიშს უკვე საკმაოდ ბევრჯერ ვესტუმრე და აქ მოსვლა სულ მიხარია. ძალიან ლამაზია ლეჩხუმი, აქაური კულტურა, ტრადიციები, სტუმართ მასპინძლობა. ღვინო კი ნამდვილად უნიკალურია, ძალიან გემრიელი. მიხარია აქ ამდენი სტუმრის ნახვა. ყოველ ჯერზე უფრო მეტი ტურისტი მხვდება და თავს ძალიან კომფორტულად გრძნობს. ლეჩხუმის ტურიზმი ჯერ მხოლოდ განვითარების გზის დასაწყისია. თუმცა ეს მაგალითი ცხადყოფს, თუ როგორ შეიძლება ტრადიცია ეკონომიკურ შესაძლებლობად გარდაიქმნას.